მოჩანს არავინ არ შემოდის სხვა და აი თვითონ ლექცია იყო თვითონ პეიპერი რაზე იყო მოდი მაგით დავიწყებ რა ფოტოების კლასიფიკაციაზე არის ფოტოების კლასიფიკაცია არის ამოცანა და ესე იგი პრობლემა არის ეგ მეცა ვიღაც შემოდის გიგი შემოდის გამარჯობა. გამარჯობა წაიკითხე შენ პეიფერი არა. ოკეი სპერჩის შატ ერთი წამით ოკეი ესე იგი საკმაოდ თემა არის ეს bag of tricks-ი არის ანუ რაც ტრიკების თუ ტრიკების ნაკრები ფოტოების კლასიფიკაციისთვის ხო თავი მუღამი ისაა რომ რასაც სანამ ახალი არქიტექტურის გამოგონებას დაიწყებთ ზოგადად დარწმუნდით რომ საბაზისო მოდელს სწორად წვრთნით რა იმიტომ რომ მცირე იმპლემენტაციის დეტალებმა შეიძლება თქვენი რაც შედეგი გაზარდოს დაახლოებით 5%-ით რა რაც საკმაოდ დიდი გეინი არის როგორც კომპეტიშენზე ისე რეალურ ცხოვრებაშიც ამათმა X გააკეთეს Resident 50-ზე და top 1-ის შედეგი რომელიც იყო ImageNet-ის ფოტოებზე top 1 შედეგი რომელიც მიიღეს 75% baseline-ი გაზარდეს 79%-ამდე ისე რომ არც მოდელის არა მოდელის არქიტექტურა ცირედით შეცვალეს მაგრამ თვითონ მოდელი არ გაუზდია ძალიან და რაც ბევრი განსაკუთრებული არაფერი არ უქნიათ რა უბრალოდ ტრენინგის რაც ტრიკები შეჰმატეს რა ხო ან ზუსტად ეხლა რას ვილაპარაკე ეგ არის ოპტიმიზაციის ტრიკები ძალიან მცირე არქიტექტურის ცვლილება განახორციელეს ამათმა მაგასაც განახებთ რა გააკეთეს და რეგულარიზაცია შეცვალეს ერთი რა და კიდე იყო რაცები რა ისიც გამოიყენეს даже teacher ხო დისტილაცია ცოლის დისტილაციას გამოიყენეს ჩვენ გავიარეთ მე მგონი პირველ რამდენიმე ლექციაში იყო მაგაზე მე ჩავად არ მეგონი ლექცია ხო სულ teacher student მოდელებზე და ხო ერთ-ერთი მეთოდი აქაც გამოიყენეს და აიღეს Resident 152 რომ ეგ ცოდნა მიეცა Resident 50-ისთვის ხო roadmap-ი რა არის პირველ რიგში ძალიან კარგად ეს ადამიანები და ეს პიროვნებები ამ paper-ს თავიდან დაადგინეს რა არის ზოგადად baseline-ი რა არის სტანდარტული ტრენინგი და რას უნდა შეადარონ საბოლოო თავიანთი შედეგი პირველი ნაწილი არის ძალიან რა ქვია ეფექტურად წვრთნა ანუ არ არის აუცილებელი რომ stochastic gradient descent მაგრამ ძალიან მინიმალური ბეჩებით აკეთოს სტეპები და precision-ი შეცვალეს რა ანუ ეს არის უბრალოდ hardware-ის მათემატიკა რა სუფთა FP16-ზე ბევრად უფრო სწრაფად იწვრთნებოდა მოდელი ვიდრე FP22-ზე რა რაც ლოგიკური არის ხო მეორე ნაწილი არის part B რაც განიხილეს იყო მოდელის არქიტექტურის ცვლილება და მან უბრალოდ ძალიან მცირედით შეცვალეს რაცები ნუ სტრაიდი გაზარდეს მაგალითად იმიტომ რომ თავიდან თუ სწორად გახსოვთ Resident 50-ის არქიტექტურა გახსოვთ დაახლოებით მაინც როგორია აი მოდი განახეთ მაგას ნუ ეს არის Resident 50 ხო აქ რაცები შეცვალეს ამ არქიტექტურაში
რამაც ძალიან დაახმარა. მაგალითად ორი სტრაიდი სადაც იყო, ეგ შეცვალეს, იმიტომ რომ რატომ უნდა იყოს ორი სტრაიდი, იმიტომ რომ მე ადგება ჩვენი კონვოლუციური ნეიროლუქსელი და ფაქტობრივად გაამეოთხედებს იმ სიგნალების ოდენობას რაც ქონდა და რატომ უნდა იყოს ავიგრეო, რაც სწორი შენიშვნა არის. და ნუ მაგას მოვყვებით ბოლომდე რა, მე როცა გადავა. და ხო, რეგულარიზაციები, label closing-ი, mix-up-ი და distillation. ეს სამივე ნაცნობი არის წესი თქვენთვის და მაგას ბევრს არ ვილაპარაკებ. ხო, ეგ არის და ეგ რა. და transfer learning-ის evidence-ი, რომ აი მართლა მუშაობდა წოდის დისტილაცია რა. ოკეი. რა არის ეს? მითხარით აბა? რა წერია საერთოდ? წერია რომ მინიმალური გვინდა loss ფუნქციის ჩვენი loss-ის მინიმალური. ეს ვა მინიმალური. ხო, loss ფუნქციის მინიმიზაციას ვახდენ რა. მაგარი განსაკუთრებული. ხო, ანუ ეს არის სულ რა იდეა ზოგადად ნეირონომქსელების, რომ ჩვენ გვინდა რომ რახან კარგი შედეგი გვინდა რომ დავდოთ, მაგის პირდაპირ მეტრიკა ასე ვთქვათ არის ჩვენი loss ფუნქცია. ტრენინგისას რა თქმა უნდა პირდაპირ მეტრიკა არა, საბოლოო ევალუაციისას, მაგრამ ტრენინგისას ამით ხელს გვანელობთ ხოლმე. ლოსი იკლებს, კარგად მიდის ტრენინგი, ლოსი არ იკლებს, ესე იგი რაღაცა გვეშლება. სულ რომ ლოსი მიდიოდეს, მაგრამ არის პრობლემები, როცა ლოსი მაინც მიდის ხოლმე, მაგრამ ევალუაციისას შეხედავ რომ რაღაც პრობლემები მაინც არის, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში პროსტა ვისაგელოთ იმ ფაქტით, რომ ჩვენი ობიექტური მიზანი ამ შემთხვევაში არის ლოსის მინიმიზაცია. ოკეი, პირველი რაც გააკეთეს ამათმა. გახსოვთ იმაზე რომ ლაპარაკობდით student teacher იყო ხო მე მგონი? იყო ეგ. ანუ one hot encoding-ს არ ასწავლიან რა. ანუ აქ წერია რომ one hot target-ი ეს არისო რა, მაგრამ რეალურად განაწილებას ასწავლიან ესენს. რატო აკეთებენ მაგას? ეგ ხო ისეც გავიარეთ რომ ეგ ზოგადად ჯობია. ან თავიდან baseline-ი გააკეთეს ისე რომ პროსტა ერთებს და ნოლებს ასწავლიან, მერე უკვე ასწავლიდნენ თვითონ განაწილებას რა, ფუნქციის და ეგრე ითვლიდნენ loss. ეგ გასაგებია, ეგ ადრეს გავიარეთ, მე მგონი ზუსტად აქ რა ხალხიც ვართ, ის ხალხი ესწრებოდა მაშინაც. კი. სხვაებისთვისაც ყველაფერი გასაგებია? ზედა პროსტა softmax-ია რა? კი. ხო. ზედა უბრალოდ softmax-ია. აი, ყველას გვახსოვს ნამდვილად ეგ. რამე ხო არა ეს პრობლემა. ეს არის baseline. რა განაწილებაზე იმას შვებით? კლასების, ანუ label smoothing-ის. ხო. ანუ რეალურად განაწილებას ვსწავლობთ და არა იმას რა უბრალოდ რა ერთებს და ნოლებს რა. ეს საბოლოოდ label smoothing-ში შემოდის. ხო, ნუ ისევ baseline-ზე არის საუბარი. random resize drop-ი არის, horizontal flip-ი არის, color jitter, PCNOS და ნორმალიზაცია რა. ან მართლა არაფერი განსაკუთრებული არ აქვს, ჩვეულებრივი pipeline-ი აქვს დაწყობილი ImageNet-ის და მერე ნუ ოპტიმიზაცია რა, stochastic gradient descent-ი აქვს, მაგრამ batch size-ი აქვს საკმაოდ დაბალი 216 აქვს, learning rate 0.1 აქვს და ნუ stepwise learning rate decay აქვს რა, 30, 60 და 90. ეს არის ამათი baseline. Stepwise ანუ ყოველ ანუ მაგ 30-ზე ყოველ 90-ზე იცვლება learning rate. ხო, ოკეი. ოკეი. სლაიდი რატომაც ესე არ უნდა იყოს. არა, ესეც პრობლემა, რაც აქ წერია, მაგასაც გეტყვით. კაი. რა ხდება ესე იგი აქ? ესენი იძახიან, მე ამას გადავწერო არ წაიკითხოთ. ესენი იძახიან ეგეთ რაღაცას რა. პატარა პაჩებზეო. როცა წვდიან, როგორც აქ არის 226 სიტყვაზე.
არ ვარგაო. და რაღაც მიზეზის გამო არ ვარგა. ბეჭს აიცანაა ეგ დაკავშირებული, რატომაც არ ვარგა. რატო არ ვარგა? სტატისტიკური მიზეზი არის. სტატისტიკური მიზეზი არის და პატარა ბეჭებზე როცა წვრთნით. პატარა ბეჭებზე წვრთნით. და სტეპი ხო იცით რაც არის, ანუ როგორ ხო ეხა ვინ არის არ ვიცი, მაგრამ მოხსენ უფლებას ლაპარაკის, მაგრამ ანუ სტეპი როგორ მუშაობს ხო ყველა ვიცით. ანუ ეპოქები ხო არა სტეპი რა სტეპი არის ჩვეულებრივი ბალტიის ბაჩის რა დრო უნდა. ხო, რა დრო უნდა არა, ნუ სტეპი არის ერთი ბაჩის მერე რაც ერთი ბაჩის შესრულებული ოპერაციები ჩათვალე რა. თავისი თერაპია gradient descent და ასე შემდეგ. ესე იგი ჩვენთან რა ხდება ესე იგი რა? პატარა ბეჭზეო არისო რაღაცა პრობლემაო. იქნება ნოიზიო. და ეგ ნოიზი აისახება სტატისტიკურად რაღაცაში. გისმენ გიორგი, აბა რა სიძახდი შენ? ეგ უნდა მეთქვა პატარა ბაჩი იწვევს ნოიზსა და უფრო დიდი ბაჩი ნოიზს თვითონ უფრო ნაკლებს ახდისა და რახამე უფრო მეტი ნოიზი გვაქვს, უფრო overfits ვაკეთებთ როგორც გავიგე. ორც არა უბრალოდ loss ფაქტობრივად ვერ აღწევს იმ ოპტიმურ მინიმუმს რა რასაც უნდა მიაღწევს. ანუ ტრენინგი მეტად ოპტიმალურად რა. უარი შედეგზე გავდივართ. ხო, ნოიზთან რა ასოცირდება? მაღალი ვერიენს. ხო, მაღალი ვარიაცია. ნამდვილად. ეგ არის დაიგ რა. ხო, მაღალი ვარიაცია, რაც უფრო მაღალი ბეჭ საიზი მაქვს, მით უფრო დაბალი ვარიაცია მაქვს. ერთ წუთს აქ ის ვერ მივხვდი expected value gradient იმის რა ქვია random-ი ბაჩის რატო არის loss ფუნქციის gradient-ის ტოლი. მაგასაც გეტყვი ახლა. Okay. აი n ზომის დატასეტი გვაქვს. მთლიანი ლოსი არის ეს. მთლიანი გრადიენტი იქნება, ნუ აქ რო სამკუთხედი. ხო, მთლიანი გრადიენტი არის ეს, ხო? პატარა ბაჩისთვის ხო უნდა გავიაზრო, მეც აღარ მახსოვს რა დავწერე ეს გუშინ. ხო, ანუ საბოლოოდ ეს ლოსი ხომ ის იდენტური უნდა იყოს. Expectation-ი ფაქტობრივად გასაშუალოება იქნება რა. და მაგეთ გასაშუალოება ფაქტობრივად გამოვიდოდა აი ეს ლოსი. მგონი ვიგულისხმო. ანუ აქ ინტუიცია ის არის რომ uniformly sampled განცილება არის რა და მაგის expected value არის მაგის საშუალო მინი ხო გახსოვთ? like სტატისტიკიდან. კი. ხო, ანუ ეგ არის და ეგ რა. და ანუ batch size რო ზრდით variance-ი უბრალოდ რა. ხო. Okay. უფრო batch size ხო რა სიძახდი ნიკოლოს? იფშო? მე ვთქვი რომ batch size-ი variance-ი ცივდება თქო. ყიფშო მომითხარ ხო? ხო. ხო, ანუ ინტუიცია ამის უკან ის არის რომ რაც უფრო მეტი სამპლი გვაქვს, მით უფრო ნაკლებად noisy არის gradient-ი და ფეფერიდან წამოვიკითხე რომ ეს საშუალებას გვაძლევს რომ უფრო მაღალი learning rate მივანიჭოთ. კი, მაგასაც ვიტყვი. ეგეც მაგ ერთ სლაიდში, მაგრამ გადავდივარ მაგით. მაგ იმისთვის რომ გადავიდეთ მაღალ ბეჩებზე, უნდა დავოპტიმიზიროთ ჩვენ GPU, ასე ვთქვათ. მაღალი ბეჩები რომ მივცეთ, უნდა შევამციროთ precision-ი.
და გადავდივართ FP16-ზე. მაგრამ FP32-ის წონებს ვინახავთ თუ დაახლოებით ეგეთი რაც ხდებოდა. აღარ მახსოვს ზუსტად. FP32-ში ვინახავთ მე მგონი წონებს და FP16-ში გადაყავს ტრენინგისას. Mixed precision-ი ხდება მოკლედ რა. ხო, და მაგიტო batch size დაახლოებით 3-ჯერ იზრდება. მაშინ შესაბამისად თუ ეს როგორც წერან თქვით რომ batch size-ზე არის ვარიაცია დამოკიდებული, თუ batch size-ი მაღალი მექნება, ვარიაცია ნაკლები მექნება და შემიძლია თუ ვარიაცია ნაკლები მაქვს, ნაკლები მაქვს, რა ხან ნაკლები მაქვს, მას შემიძლია რომ უფრო confidently გავაგრძელო, უფრო დარწმუნებით გავაგრძელო ტრენინგი, თუ უფრო დარწმუნებით შემიძლია გავაგრძელო, შემიძლია გავზარდო learning rate-ს გავზდი პროპორციულად batch size-თან რა. ახალი batch size შეფარდებული საწყის baseline batch size-თან გამრავლებული აი იმ საწყის baseline იმაზე რა ქვია learning rate-ზე. ძალიან ჩავარაკრაკა მე მგონი ძალიან სწრაფად წავედი და გასაგებია რას თქვი? მე მგონია რომ საკმაოდ მარტივი იყო და მაგიტო რა ეს. არა ეს გასაგებია ჯერჯერ. ხო ეს საკმაოდ მარტივი არის რა. თავიდან თუ არასტაბილური იყო, მე warm-ups დავამატებთ. ეგეც მე მგონი ლოგიკური იქნებოდა, ხო? ყველა დამყამა? მე მაქვს ერთი კითხვა. ანუ თქვათ აი ავდექით და batch size-ი ავიღეთ რაც შეიძლება მაღალი. ანუ მაშინ რატომ იქნება რა ეფექტური ანუ ისე რო ვქნათ რომ აი warm-up-ი გავაკეთოთ learning rate-იც როგორც აი ეს ფორმულა გვეუბნება მაგის მიხედვით შევარჩიოთ. ანუ მაშინ batch size-ი ყველაზე მაღალი რო აიღო რა უშლის ხელს. ეგ არის ხო მაგას აკეთებენ ზუსტად. ანუ მაღალი batch size უნდა აიღო. მაგას ამბობენ ეს. მაშინ მაქსიმუმი რო აიღო უბრალოდ აი მთელი დატასეტი რო ჩასვა ერთ ბატში. ნუ არ მგონია რამდენად გამო მილიონზე მეტი იმიჯი რო გაქვს, მაგრამ ხო. ანუ მარტო რესურსულად ვარ შეზღუდული ხო? ხო, ვირამი უსასრულო კონდეს გავუშვებდით ეგაც. და ეგ ჯობია, ანუ ეგ კითხვა მაქვს მე რომ აი ძალიან თეორიულად ვხედოთ. ყველაზე დიდი ბატში რო ავიღოთ რა ხდება? overfit არის ზავს. ანუ მე ვთქვი რომ აი warm-up-ი რო გავაკეთოთ ხო და ანუ თავიდან დამოკიდებული როგორ აძლევ დატას რა, ანუ როგორც curriculum learning-ი რო გავიარეთ. ეგ მაგალითად ეგრე უფრო უკეთ ისწავლის, ვიდრე მთლიანი ის რომ ისე, მთლიანი დატასეტი რო ერთად მისცე. ნუ ვიმშელოთ. მაგრამ overfit რატო იზავს ანტო? ანუ უფრო პატარა ბაჩებს რომ ანუ ვაძლევთ ანუ ყოველ ეპოქზე რომ განსხვავებულ ბაჩს რომ ანუ ყოველ ეპოქზე არა მაგრამ ან განსხვავებულ ბაჩებს რომ ვაძლევთ ანუ ერთ მთლიან ბაჩზე რომ ვატრეინებთ ანუ ინპუტი რა ხან ეცვლება ანუ მემორიზაცია აღარ გამოსდის მოდელს ანუ ან მთლიან დატასეტს რომ დავატრეინებთ ან რომ დაიმახსოვს რაღაცები გამოუვა უფრო მარტივად ვიდრე ანუ პატარა ბაჩები ანუ ყოველჯერზე განსხვავებულ სურათს რო ვაძლევთ ანუ სურათებს რო ვაძლევთ და მაგაზე რო ვატრეინებთ მაგაზე უფრო არ გამოსდის ვერ გავიაზრე რაც მითხარი ახლა მითხარი აბა ანუ მე ისევ ვთქვი რომ ანუ პატარა ბაჩებზე რახან ანუ თვითონ ჩვენ რასაც ვაძლევთ და ანუ მე ანუ პატარა ბაჩები ხო ეს მუშაობს რომ ანუ პატარა ბაჩზე თვითონ გრადიენტებს დავითვლით და მე ერთიანად მე ნაბიჯს გადავთქვათ ანუ ამ ბაჩის შემდეგ გრადიენტები იჯამება როგორც ვიცი და მაგაზე ანუ მაგას რო ვაკეთებთ ანუ რაც უფრო დიდი არის ბაჩი მით უფრო ანუ დამახსოვრება მოდელს ანუ მემორიზაცია თვითონ ტესტებისა და ტესტების რა ანუ ინპუტის უფრო მარტივად გამოსდის მე როგორც ხვდები და პატარა ბაჩზე ყოველჯერზე სხვადასხვა რაღაცებს რო ვაძლევთ მაგაზე ანუ თუ ერთ რაღაცას რომ დაიმახსოვს მეორეზე აღარ ადგება და უბრალოდ მე უკვე სწავლობს რომ რეალურად ანუ ფოტოებზე ანუ მიზანს კარგი მე ცოტა სხვანაირად დავხსენდი რატო ჯობია მაგალითად ბაჩებზე ტრენინგი პატარა ბაჩებზე ტრენინგი სულ ტრენინგს რა
მათემატიკურად ლოგიკურად ჟღერს. მაგრამ თან რაც მაწუხებს ისაა, რომ მათემატიკურად ეგრე გამოდის, რომ ფაქტობრივად ნოიზი არ მაქვს. ვაოპტიმიზირებ მაქსიმუმ, ანუ ვარიაცია ფაქტობრივად 0-ისკენ მიდის და ვიზახი, რომ შვენივრად მიდის gradient descent-ი რა. მაგრამ ხო, overfit იზავს დიდი ალბათობით რა. და რატო იზავს? ჩვენ ხო რამდენიმე underfit-ი არ მოქნას? ანუ overfit შეიძლება როცა ვარიანსია მაღალი რა. ხო, underfit იზავს. ანუ რამდენიმე მინიმუმი ხო ჩვენ ექსტრემული და მინიმუმი გვაქვს ბევრი რა. ბევრი უხეში მინიმუმი, sharp მინიმუმი რა, არ ვიცი როგორ ვთქვა რა. ხო და ეგეთ უხეში მინიმუმებს რო თავი დააღწიოს, ჯობია რომ ნოიზი გქონდეს საბოლოოდ რა. რაღაცა ნოიზი გვირჩევნია რომ გქონდეს. ანუ ეგ ნოიზი ტყუილა ხო არაა დამატებული რა. ეგ დიდი ალბათობით რა გვეხმარება გენერალიზაციაში. და ეს მინიბაჩებზე ტრენინგი ზუსტად მაგას იმას იცავს, რომ რაც უხეში მინიმუმში არ ჩავარდება, იქნა სადაც ვერ ამოვა და იპოვის ისეთ მინიმუმს, სადაც გენერალიზაცია უკეთ ხდება. საჩემი აზრი. თორე მათემატიკურად ლოგიკურია, რომ რატო არა ერთმეც ჩავდიო. მაგრამ საბოლოოდ საჭირო არის ეგ ნოიზი რა. Okay? Okay, გასაგებია. ბოდიში წანდავლი. Okay, გავაგზავნოთ. learning grade 1 ვაპი. ეგ ყველა ვიცით რაცა. მაგრამ მაინც ახსნათ. პირველ რამდენიმე სტეპზე დაბალი learning rate-ით ვიწყებთ, რომ მოდელმა საერთოდ არ გაუტიოს, ასე ვთქვათ. და შემდეგ ნელ-ნელა ვასტაბილურებთ რა. და ავდივართ იმ learning rate-ზე, საიდანაც უნდა დაგვეწყო რეალურად რა. ნუ ეს მე მგონი ლოგიკურია რა. ანუ learning rate-ი მცირდება თავიდან, ხო? თავიდან დაბალი learning rate-ით ვიწყებ და მე ნელ-ნელა ვახურებ რა. ანუ ეგ მე მგონი ნაცნობია learning rate ვარ. Okay, გასაგებია. ერთ წამ, ანუ ის ტე პროსტა რაღაც ნატურალური რიცხვია? ბეჭა ის არის რა, ანუ ემი არის რაღაც ის მაქსიმალური სტეპების ოდნობა, ანუ რამდენ სტეპს ვახურებ და რომელიც ინკრემენტალი ის რა ქვია რა. თითოეულ სტეპზე რა learning rate-ი მაქვს რა, ანუ მაგის პარამეტრი არის ჩათვალე რა. ნუ ეს მიუტე არის საბოლოო learning rate და ეს ტე განსაზღვრავს რეალ ტეზე არის დამოკიდებული რა. ემი მაგ კონსტანტა, ვიღებ რაც პარამეტრი არის, რაც ვიტყვი რომ 500 სტეპის მერე 500 სტეპი რა, 500 სტეპი ვარ მახსოვდება რა სიტყვაზე რა. და ეს ტე იძახის ეს თითოეულ სტეპზე რა ის მაგ learning rate-ი მაქვს რა. გასაგებია. ეს მიუზე ვამრავი, მიუ რომელიც არის ის learning rate-ი, რომელიც ჩვენ ავიღეთ და მიუ ტე იქნება ის learning rate-ი, რაც კონკრეტულად ამ ტესტებზე არის რა. გასაგებია? კი. ყველასთვის? შენ გავიგე კაცო. ცნობი? აი ბატონო, ახლა არ გიდათ ლაპარაკე? შემდეგი. ეს საკმაოდ ინტუიტიური რაღაცა არის. ეხა ავხსნი რაცა არა, მაგრამ არ ვიცოდი მე. პირად მე არ ვიცოდი ეს და ეს გავიგე გუშინ წინ. და რა არის? თავიდან როცა მოდელმა არაფერი არ იცის რეალურად რა და residual ბლოკები გვაქვს, იმიტომ ResNet-ი გვაქვს, ხო? საბოლოოდ ნუ residual ბლოკი როგორ იყო, ხო გახსოვთ რა?
კონვი ბაჭდორმი რელ, კონვი ბაჭდორმი, ნუ ასე შემდეგ რა. და ბოლოს ბაჭდორმი თავდება. კონვი ბაჭდორმი რელ, კონვი ბაჭდორმი, ხო. რაც ეგეთი იქნება მოკლედ რა დაახლოებით რა. და საბოლოო ბაჭდორმის output-ს დავუმატეს რაღაცა ეს გამა პარამეტრი. რა დავუმატეს ახლა ამას? მოკლედ თავიდან რახან მოდელმა არაფერი არ იცისო. მოდიო ესე ვქნათო რომ არ დავაძალოთ რომ residual ბლოკები გამოიყენოსო. იმიტომ რომ რავი ხა x-ი თუ დებილობა f-იც ლოგიკურად დებილობა იქნება. და რა აზრი აქვს მაგას რომ მივცემთო რა? თავიდან მოდი ეგეთ გამოპარამეტრი ავიღოთ რომელიც ნულის ტოლია თავიდან რამდენიმე ეპოქა ან სტეპი არ ვიცი. როგორ ქონდათ აღარ მახსოვს. და ნელ-ნელა მოვამატოთ ეს გამა პარამეტრიო რა. ეგ არის და ეგ, ანუ residual ბლოკში y ტოლია x + fx-ი იქნება ფაქტობრივად x + გამაჯერ ეს u კუდიანი + bias. u არის ნუ residual branch-ის output-ი რა. და b არის bias. და ამ residual branch-ის output-ს ვამრავლებ რაღაცა გამაზე, თავიდან 0-ზე, იმიტომ რომ y მინდა რომ დაახლოებით x-ის ტოლი იყოს, plus bias-ის. მაგრამ bias ძირითადად 0-ის ტოლია ხოლმე. ხშირ შემთხვევაში. საკმაოდ. რა თქმა უნდა, ცოტა შეგვიძლია ავიღოთ, მაგრამ ნუ ზოგადად ხო ხდებით რა. და 0-თან ახლოს არის რა, მოკლედ რა. და ეგრე იწვება თავიდან მოდელიო. ეგეც ერთ-ერთი ტრიკი არის რა. მე არ ვიცოდი. თქვენს დაიმახსოვრეთ. სადღაც გამოგადგებათ. შეიძლება გამოგადგეთ. ესეთ ტრიკი, რა ვიცი. warm-up იცოდით. batch size ლოგიკურია. batch size-ზე რო არის ლენინგრადი დამოკიდებული, ნუ ეგეც ლოგიკურია, მაგრამ ნუ უფრო მარტივი და სამახსოვრებელია. ეს არ არის ეგეთ მარტივი და სამახსოვრებელი შეიძლება, სადაც გავიწყოთ. ამიტომ უფრო და უფრო ჩავაჭერ ამას, რომ დაიმახსოვროთ შეიძლება, სადაც გამოგადგეთ რა იცი და შემდეგ AI ლიგაზე მოვიტანოთ ესეთი რაღაც, სადაც ამითი კონკრეტულად შეიძლება რაღაც ამოიხსნას. გამიგეთ? ის u ჰეტი პროსტა y-ია, ხო? კი, residual-ის output-ია რა. კონში შევიდა რაღაცა u ბაჭდორმი გაიარა, რელუ გაიარა, კონვი გაიარა კიდე და მე კიდე ბაჭდორმი გაიარა და გამოვიდა ეს u თავკუდიან. u თავკუდიანს + bias-ი უпростоრად. ბაჭდორმში რო გაიარა, ამოვიდა u თავკუდიანს + bias. და მე ვდგები და რაც გამა პარამეტრზე ვამრავლებ, რომელიც ავიდა 0 მაქვს. გასაგებია ეს? კი. ანუ ეს fx-ი შეიძლება რაღაც სუფთა noise-ი იყოს და რას ვაკეთებ y ტოლია x + noise თავიდან რა. და რავი, იზრდება ეს noise, იზრდება და საბოლოოდ არასტაბილური feed forward სიგნალი გვაქვს რა. რაც მე რას გამოიწვევს? არასტაბილურ გრადიენტებს რა. ყველამ გაიას რა ეს? კი. აი ბატონო. ხო. ბაჭდორმში აშორებენ კიდე weight decay-ს, მე მგონი ხო? სწორად მახსოვს ხო? კი, მე მგონი. ხო, ფაქტობრივად რეგულარიზაციას აშორებენ აქედან. და იძახიან, რომ შვენურად მუშაობსო. ანუ ბაჭდორმისას აშორებენ მარტო და დანარჩენგან ყველგან ტოვებენ weight decay-ს. bias-ებზეც არ ხმარობენ. მგონი, არა? ხო, bias-ებზეც არ ხმარობენ. ხო, ნუ რა ვიცი. просто აშორებენ, ხო, bias-ებზე აშორებენ, ბაჭდორმზე აშორებენ და დარჩენ ყველა პარამეტრზე ტოვებენ. მათემატიკურად ვიხსენებ ეს რატომ მუშაობს ერთ წამით.
DK სულ 0-ისკენ მიდის და მაგის გამო მე მგონი ამპლიტუდა მცირდება და ხო, ფიჩერების კოლაფსივით ხდება რაღაცა რა მოკლედ რა. ანუ არ ოპტიმიზირდება ოპტიმალურად ბაჩნომში, როცა weight decay გვაქვს. ამიტომ ესეც დაიმახსოვრეთ, ესეც ტრიკი არის რა. ცოტა უნამუსო ტრიკია. აჰა. აქაც მიწერია. ანუ ეს არ წავიკითხე და პროს ფორმულას უყურებთ. 0-ისკენ მიყავსო ფაქტობრივად რა და ეგ არ გვაწყობს. და სტაბილურობას შეუშლის ხელსო მე ხო? კაი, ამასაც დაიმახსოვრებთ პირობა მომეცით. კი. გიგი. თუ გიგი აღარ აქვს. დავკარგეთ გიგი. კი. რა ვაწყენინე ეგეთი? აი რა. დარჩემა ყველამ რა გაიგეთ აქ რა ხდება? ბაჩნორს და აი ეს საშუალებენ weight decay-ს და მაგით აოპტიმიზირებენ, იმიტომ რომ weight decay-ს 0-ისკენ მიყავსო და ოპტიმიზაცია ფაქტობრივად თავის თავს ებრძვისო. ეგა ლოგიკა რა. აი. ხო. weight-ებს FPO-ზე 12-ში ინახავენ თქო რო გითხარით და აქტივაციებს და გრადიენტებს FPO-16-ში ითვლიან. ეს წერა თქვი ზუსტად mix precision-ს აკეთებენ თქო. ოკეი. აი სამნიშნულოვანი კიდე რა და ამას ხა მოუყვები. ესე იგი დაუნსემპლინგისას აკეთებენ ეს რაღაცას რა. სტრაიდი რახან 2 მაქვს, დგებიან და კონი მაქვს 1x1 და სტრაიდი 2 მაქვს. და მან დროს რა ხდება? ესე იგი, რაც ფოტო თუ მაქვს 224-224-ზე. მაქედან ვინახავ რამდენ პიქსელს. როცა სტრაიდი 2 მაქვს. shape-ი მითხარით. ითქვა ვერ გავიგე, შეგიძლია თავიდან გავიმეორო. ანუ ორჯერ ნაკლებს არა? ხო, ორჯერ ნაკლებს. რატო აბა ახსენ? იმიტომ რომ ყოველ მეორე პიქსელზე გადახტება ხოლმე. და თუ 1 პიქსელი და ანუ გამოდის რომ 1 პიქსელის გამოტოვებით დავდივართ იმ კერნელის ზომის მიუხედავად. და მაგიტო ვიყენებთ downsampling-ისას, იმიტომ რომ თუ შევიდა 32-32-ზე ფოტო, გამოვა 16-16-ზე ფოტო. ნამდვილად ეგრე იქნება. ეგ არ გვაწყობსო. თან მინიმუმ კონულ 1 ანუ კონულცირებს რაცა რომ 1-1 და სტრაიდი 2 მაქვს. და ეს 1-1 არის ფაქტობრივად რა ყოველ მეორეს დავდივარ და გვერდ რა ისინიც მაქვს რა ქვია. პიქსელები, მაგას ვიკიდებ. ხო და ეგ არ გვაწყობსო. პირდაპირ იზახიან. ცუდიაო. გადიან ეგეთ რაღაცაზე. ხო, აი წინ არას თქვი რა. წინ არაც ლაპარაკა ტიპშომ ზუსტად ეგ ხდება რა. ფაქტობრივად ჯამში რა პიქსელების მაქვს, იმის 1/4-ს იყენებს. და ხო, 1x1 სტრაიდი 2 კონვოლუცია ყოველ მეორე პიქსელი აიღეო იძახის. და 3x3 სტრაიდი 2 კონვოლუცია პარალელურად თან ითვალისწინებს მაგის მეზობლებსაც, ხო? კი. თავეხმარე რიფში. რატო? როგორ ხდება? როგორო? როგორ?
ცოტა ყურადღება გამიფანტა. 1x1 კონვოლუცია რომ აქვს და სტრაიდი 2 მაქვს, ესე იგი შეიძლება რომ ყოველი მეორე პიქსელი უნდა ავიღო. მაგრამ 3x3 რომ აქვს და სტრაიდი 2 მაქვს, მაგ დროს რა ხდება? მაგ დროს გვაქვს კერნელი, რომელიც არის 3 პიქსელით განიერი და 3 პიქსელით მაღალი. ვიზუალურად რო წარმოვიდგინოთ. და როცა ორ-ორი პიქსელით მოძრაობს ეს კერნელი, გამოდის რომ კერნელი 2 პიქსელით რო გადაიწევა მარჯვნივ, გარშემო პიქსელები მაინც აისახება რა, ანუ კი ორჯერ მცირდება მაინც ფოტოზომა, მაგრამ კონტექსტი უფრო დიდი არის, ასე რომ ვთქვათ, ცოტა აბსტრაქტულად და ინფორმაციას არ ვკარგავთ. გიორგი, შენც იგივეს მაგინდა და? კი. ბოდიში გვია დავინახე და აღარ გავაჩერე. ხო. რა იყო გიორგი? ანუ არაფერი. აი. რამის დამატება ხო არ გინდა? არა. ხო. უბრალოდ ეგ ცვლილება უწერიათ რა. აქ არის მოკლედ რო ავხსნათ. თვითონ მოდელის არქიტექტურა. აქ არის input stem-ი, აქ არის downsempling-ი, ახსენდა downsempling-იდან მე არის, უფრო ჩაშლილი downsempling-ი და იზახია რომ ეს ResNet B просто ანუ გრაფიკზე დაწერეს რომ ეგ შევცვალოთ downsempling-იო, კონვოლუციაო დავამატებთ შუაშიო 3x3-იო და stride 2-თო და ეგრე უფრო ვითვალისწინებთო გარშემო ინფორმაციასო. ხო. ResNet-ზე რას აკეთებს? ResNet-ზე არის ეგეთი რაღაცა input stem-ს ცვლის, თავიდან რომ კონვოლუცია 7x7-ზე და მე მაქსიმუმი მაქვს 3x3-ზე, მაგას ცვლის კონვოლუციას 3x3-ზე და იგივე stride-ით რა. უფრო მეტი არაწრფიობა შემოაქვს და ბევრად უფრო იაფი ოპერაციაა, ასე ვთქვათ რა, ხო? ანუ 7x7 რაღაცა overkill-ვითაა მე მგონი რა ისედაც. მაგას ვთვლიან და მე просто კონვოლუციურ ნეირონებს აძლევენ 3x3-ზე რა. რომ უფრო გამოიყოს ეგ პიქსელები რაც აქვთ რა. უფრო გამოიყოს სწორედ. უფრო მკვეთრად. ეს neighborhood პიქსელები. აი. და ბოლო იყო კიდე ერთხელ იცვლება მე downsempling-ის ბლოკს საბოლოოდ კიდე ცვლიან და სანამ შევა კონვში 1x1-ში მაგამდე average pooling-ს აკეთებენ. რატო აკეთებენ მაგას? მაგას იმიტომ რომ ინფორმაცია იკარგება მაგის გარეშე. ხო. ეგეთი ტერმინი გახსოვთ ალიასინგი. რატო უნდა გახსოვთ? ისიც ვაფშე ალიასინგი რა არის? გრაფიკულ რაღაცებში კი, მაგრამ ხო. signal processing-ის ერთ-ერთი ტერმინი არის რა, რომელიც ასოცირდება ინფორმაციის დაკარგვასთან. ანუ სანამ რაც ოპერაციას გააკეთებ, მაგალითად არის Fourier ტრანსფორმაცია, მანამდე სიგნალს უკეთებენ ხოლმე ფილტრავენ. და ძირითადად არის ხოლმე low pass ფილტრი. Low pass ფილტრი უბრალოდ რაც სიხშირეს თუ ცდება, ან სიხშირეს ნაკლები თუ არის, მაგებს აგდებს საერთოდ რა. თუ ეგენი არ გადააგდო, მე ხდება ალიასინგი. ალიასინგი არის ინფორმაციის დამიქსვა ფაქტობრივად და ინფორმაციის დაკარგვა. არევა. ზუსტად ეგ ხდება აქაც რა. აი სიგნალებს ვინმე თუ გაივლით ოდესმე, აი ეს გაგახსენებათ ალიასინგი რა არის რა. მე რომ მქონდა ნახსენები. შეიძლება გინდოდა გეგენავა სიგნალების სწავლა. ხო და აგერ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტერმინი არის signal processing-ში ალიასინგი და ძალიან ბევრ თავის ტკივილს გაგიჩენს ხოლმე. როგორც მე გამიჩინა სიგნალების გამოცდაზე. მაგას მარტო low pass ფილტრი არ შველის. ხო, აი ეს სამი არქიტექტურული ცვლილება გააკეთეს. საბოლოოდ. ეხლა გადავდივართ რეგულარიზაციაზე. რა იქნება აქ ხა?
ყველაფერი, აი აქ ეხლა რასაც ავხსნი, ახსაც არ მომიწევს, იმიტომ რომ ყველაფერი იცით. აი აბა რა იქნება ნახსენები აქ, აბა მოღებით. ჩემი CV გასაჯაროვდა ანტონი დილდოში გამოიყენებს. Label smoothing-ი გააკეთა, რომ ანუ თვითონ მაგის გარდა ანუ ეგეც იმპრუმენტს აძლევს, ანუ ზუსტად არ ვიცი მეტი რა ვთქვა. ხო, ანუ label smoothing-ი რა არის ზოგადად რა? one hot-ის მაგივრად აიღებს რაღაცა one hot encoding-ზე ერთების და ნოლების მაგივრად აიღებს რაც განაწილებას რა. კი, ანუ epsilon-ს იღებსა და მაგის გარდა ანუ თვითონ არ ვიცი საიდან მოიტანა ოღონდ ანუ რაც იცი. ერთ-ერთი მეთოდი რა label smoothing-ი რა. სწორად ხსნი ყველაფერს. ნუინე ხარ და პრობლემა რა შეიძლება იყოს თუ რა იხმარეს? რა იხმარეს შენი აზრით რა? რეგულარიზაცია და გენერალიზაცია ეხა ბოლო ეტაპი ასე ვთქვათ და რა გამოიყენეს რა იხმარეს? არ ჩახედო პროსტა მითხარი რა, ან პეიპერი არ ჩახედო. რა გახსენება რეგულარიზაციას და გენერალიზაციის დროს აი რა შეძლო გამოიყენა. მაგერ პირველი თქვა label smoothing-ი. ყველაფერი, რაც აქ გამოიყენეს, ყველაფერი არის ახსნილი პირველ რაც ერთ თვეში მე მგონი რა, პირველი ერთ თვე რო ვატარებთ მე და შოთა ლექციებს, მად იყო ყველა ეს ლექცია რა. ერთ-ერთი იყო შოთა ჩატარებული მინიშნებას მოგცემთ, რა გამოიყენეს აბა ამ შოთა ჩატარებულში. teacher student-თან ხო არა? ეგ მე ავხსენი, ეგ არ ითვლება და თან თქვი კიდევაც დასწრებში. არ გახსოვთ? შოთა მე მგონი 3 თუ 2 ლექცია ჩაატარა. ერთ-ერთი საკმაოდ ისეთი ლექცია იყო რა. აი მე ამ ამოცანას რო აჭდება რა, ასე ვთქვათ რა. Augmentație. მადლობა. არა. დაახლოებით კი. რა აუგმენტაცია? რავი, mix-up-ზე ჩაატარა და იმას. mix-up-ია, ხო? იმენა უნდა გამოგზავნო სიტყვა მაინც და მაინც რა. აი mix-up-ი გახსოვთ რა იყო საერთოდ? კი. ოკეი. ატონ შენს გახსოვს? კი. იფშო შენს? კი, მეც მახსოვს. ფოტოების დაჭრა და ისე augmentation რომ რამოდენიმე კლასი მოხდეს ერთად და ნუ label smoothing-ში ითვლება მგონი ეს ხო? ახლობთ label smoothing. ანუ ჩვენ გვინდა რომ mix-up-ს რო აკეთებ, შენი მიზანი არის რომ ეს წრფივობა შეხმატო, ასე ვთქვათ რა მოდელს რა. ანუ ორ ფოტოს რო გავუკეთებ augmentation-ს, რაც მაგრამ 0.7 ძაღლი რო იქნება და 0.3 კატის ფოტო ერთად შეერთებული, მაინც ალბათობები მინდა რომ 0.7 და 0.3 იყოს შესაბამისად რა. და მაგას ვაძლევ რა საბოლოოდ რა მოდელს რა. მაგრამ ხო, ნუ ყველაფერი თუ იცით მე რაღაცი გჭირდებით. ავალოში. აი label smoothing-ი. და ახსნე გიორგიმ და გავიმეოროთ. გება და იზახის რომ ლეიბლები просто ერთები და ნოლები კი არ იყოსო. რეალური ლეიბლი იყოსო, რაც 1-ε და დანარჩენები იყოსო ε შეფარდებული ჯამურ კლასებს -1-თან. მაგეთი ალბათობებია რა. ეს ადრესს მახსოვს რომ თქვით რომ ესე ჯობია. და გავიარეთ პირველ რამდენიმე ლექციაში ეგეც რომ ჯობია რომ განაწილება მისცე ვიდრე პროლდ ვახოთით ერთები და ნოლები. mix-up-ი მეორე ნაწილი. როგორც თქვი, წრფივობა გვინდა რომ შევმატოთ. ან თუ აძლევთ რაღაცა x-იური იყოს მოდი ატა, x-იური იყოს ძაღლი, ლამბდა იყოს 0.3, ერთს ლამბდა 0.7 და ჩვენ გვინდა რომ დაგვიბრუნოს 0.3 ჯერ fx-იური, 0.7 ჯერ fx-იური. fx-იური იქნება რაც. ის კანტაცა ის იქნება რა ძაღლი რა. Super, ხო. ეს თქვით მე არაფერ შუაში არ ვარ და ჯახსნას აზრი არ აქვს. აი, და მესამე. ცოდნის დისტილაცია, აიღეს რეზენტ 152. ეგო იყოსო თიჩერიო.
და ვასწავლოთო ზუსტად ისე როგორც მაშინ ასწავლიდნენ. ესეც ასწავლიდნენ? აღარ მახსოვს რა ასწავლიდნენ. ხო, ანუ ფაქტობრივად სტუდენტი სწავლობს სტრუქტურას და არა მარტო ეს ლეიბლებს. არის დისტრიბუცია. რა დისტრიბუცია? ბოდიში ტემპერატურა. ბოდიში. დისტრიბუცია წავიდეთ, დისტრიბუცია ვთქვი რა თქმა უნდა. კაი, სოლტმაქსი ერი შეფარდებული ტესტთან. გახსოვთ ეს რა არის? რატო ხდება ესე? ტემპერატურა ვინაა საერთოდ? რაზე არის პასუხისმგებელი, რას უცვლის ეს? ანუ ამაზე თეორია ზუსტად არ ვიცი, მაგრამ პრაქტიკაში რო ხმარობ ხოლმე, ანუ რას აკეთებს ის არის, რომ უფრო smooth descent-ს აკეთებს softmax-ში რა, პირველ და მეორე ადგილის ვალიობი უფრო ახლოს არის, როცა ტემპერატურა მაღალი არის. სწორად. ანუ ენტროპია იზრდება, გაშლა იზრდება, ასე ვთქვათ, მონაცემების რა. უფრო გაშლილი დისტრიბუცია გაქვს, როცა მაღალ ტემპერატურაზე გაქვს. თუ დაბალი ტემპერატურა, უფრო შევიწროებულები არის მონაცემები. დისტრიბუცია. შესაბამისად, რაღაცა ოპტიმალური ტემპერატურები არსებობს რა, როგორც მაგალითად იმ ბატონმა სინგაპურელმა ვერცხლის მედალოსანმა თუ უფრო მედალოსანმა დაწერა, აგერ 0.07 არის ოპტიმალური თურმე იმაში რა ქვია. ლიპს როცა წვრთნი იმაზე რა ქვია. Repeat loss to influence loss. დრო ოპტიმალური მას მიაღწევს რა ქვია. თან მხოლოდ ბოლო 2 layers-ს უწრთვნი. ბოლო 2 layers. ისე სხვა არის. მეგონი 0.14 თუ რაღაცა იყო კიდე. Paper-ის ჩააგდო დაჟე. და თავის გუნდელსაც მიმართა ძალიან გატეხილში იყო, რომ ეგ როგორ არის სოდიო. კარგად მახსოვს ეგ რა. შოკირებული ვიყავი. ბავშვმა ეგეთი რაღაც რატო იცოდა. ხო, ეგ არის და ეგ რეგულარიზაცია დაამატეს უბრალოდ და საბოლოოდ უკეთესი test accuracy მიიღეს. გავედით ბოლოში თითქმის. ეს არ არის უცნობი, არ შეგაშინოთ. ეს არის უბრალოდ learning learning rate scheduler-ია რა. კოსინუსი ყველა მისით რაცა. ფუნქცია კოსინუსი ვიცით რა. Scheduler-ი ხო იცით რაცა? ეს არის კოსინუსის scheduler-ი, ანუ learning rate იცვლება კოსინუს ფუნქციის მიხედვით რა. T არის ახლა რა სტეპზეც ვარ, T არის ჯამური სტეპების ოდენობა, μ0 არის საწყისი learning rate და μT არის ჩვენ კონკრეტულ სტეპზე ოფი learning rate. ეს მე მგონი ისაც ყველა ამას იყენებთ, რაც არ უნდა მოხდეს, რა თქვენ კოჩი სულ ესაა ხოლმე, ამიტომ დიდად ახსას საზრი არ აქვს, მაინც ამას გამოიყენებთ, სულ რომ ეს არ მეთქვა, მაინც ამას გამოიყენებთ დიდი ალბათობით რა. რა ვიცი, ფიუს ვინმე იყენებთ? GPT-ს უმაგას არის. კოსინუს? ხო. ხო, მაგრამ სხვა რა არსებობს scheduler-ი. მე სხვას ვიყენებ. შენ ძალიან special ხარ, აბა რას იყენებ? ძალიან different არის. ის TLR-ს იყენებს. ხო. აი paper-ი შეგდეთ. რას იყენებ? ვერ გავიგე. Paper-ი ჩააგდო ეხლა რასაც იყენებს. რაც one cycle LR ქვია. cyclic LR-ს იყენებ? ხო. სხვათა შორის ეგ მეც ვნახე. ეს paper-ი არა, მაგრამ ანუ ეგეთი მიდგომა მეც შემხვდა და ანუ ბოლო layer-ებზე აკეთებენ ხოლმე ძირითადად რა. ხო, ადაპტაციისთვის და ცოტა data რო გაქვს, ძალიან ძლიერია. ხო, არა, მეც მახსოვს, ერთ-ერთი ამოცანა ამით გავაკეთე. cyclic LR-ი გამოვიყენე კოსინუსის მერე რა, თავიდან კოსინუსის ვხედე, რომ გაპლატოვდა, მერე cyclic
დედე და კიდე რაც 1-2% გაიზარდა ჩემი accuracy. კაგლის competition-ი იყო R1-ას image classification-ი, image segmentation, თუ გინდათ ნახეთ მე. CV-ში რო გიწერია იქ იყო ტვინის იმებზე? არა, ბრატ. არა. მოსარი დასკრინვა? კი. ჩაგიგდე. ნიკა MRI-ის brain tumor-ის როგორ გააკეთე, გვასწავლე რა. ეგ არის ჩემი პირველი შეხება იმასთან, რა ქვია. ML-თან. არა, computer vision-თან შარშან წინ გავაკეთე, მე მგონი ავტობუსში ვიყავი რო ვწერდი. მივდიოდი ბათუმში. brain tumor segmentაცია არის რა, Unity ზოგადად მაგისთვის შეიქმნა, Unity-ს paper წავიკითხე და მეთქი ამის იმპლემენტაციას გავაკეთებ და ტვინის კიბოების data ვიპოვე. CV-ში არ მიწერია ახლა რას განახეთ. ვერ წერ. რატო ვერ წერ? ვერ წერ. არის წერება. რატო? არის წერება რა გავაკეთო. აქ წერ. აბა ინგლისურად დაწერა სადა იქნება ქართულ ენაზე. ეგეც გიწერია masking challenge-ი. მართლა? კი. აღარ მახსოვდა. კაი competition-ია, დავწერდი მამეთ, რატო არ დავწერდი? მაგით არ ამოხსენი 60-ს რა ქვია. 77 რო არის. 67? ML compete-ზე რო იყო რაღაც 60. რაზე? ML compete. რუმინულის. აღარ მახსოვს. მაგ ეგვიხმარო ქარვანაშიო, top solution რაღაც იხმარო რაღაც. ლოსი ვიხმარ რა, კარვანაში. ხო, ლოსი მაგარი იქნება თავად. ბლოგი წავიკითხე და მეთქი საღოლ ბრატ. Intersection over union-ისთვის BC-ის და dice loss-ის იმას იყენებენ რა ქვია. შერწყმას რა და ეგ გამისწორდა. ანერად მოსწარი დასკრინო, ან მზად იყავი? არა, clipping-ის ის მაგ და instant refresh. კაი, საბოლოო მესიჯი რა. ისი გადმოცემაც მინდოდა თქვენს რა. დიდი ბაჩი კარგია, ძალიან დიდი ბაჩი და დატასეტი არ ჩადოთ მაგ ბეჭში, ოღონდ warm-up-ი დაიმახსოვრეთ. გამა პარამეტრი, რომელიც ედება იმას რა ქვია, ბაჩ ნორმალიზაციას რეკურენტულ იმაში ნეიროლუქსელში რა ქვია, აი ხო მივხვდით რას ვიზახი რა. ისე დავიბენ. დაიმახსოვრეთ ეგ გამა პარამეტრიც, რომ ბაჩ ნორმალიზაციის მერე ჯობია რომ მოსდოთ 0 თავიდან და მერე გაზარდოთ. ხო weight decay და უნდა მოუშოროთ bias-ებს და ბაჩ ნორმალიზაციას და FP16-ში უნდა გაცვლოთ მოდელი. FP22-ში დაიმახსოვროთ ზონები. მოდელის თვითონ არქიტექტურის ცვლილება აი ეს ბოლო რაც გითხარით. ბოლო კი არ და ბოლოს წინა რო გითხარით. ეს დაიმახსოვრეთ, რომ უბრალოდ აი ეს კონვი 1-1 და სტრაიდი 2 ხშირად ცუდია ხოლმე და ალბათ ლოგიკურია კიდევაც. ეკოლოგურია, ხო ვხვდებით რატომაც ალოგური. და ხო ახსენ. და შეგიძლიათ შეცვალოთ უბრალოდ 3-3-ზე და დაამატოთ 1-1 მაგივრად. შეიძლება ეგეთი ამოცანა მოვიდეს ან AI ლიგაზე, ან საბოლოოდ მე ოლიმპიადაზე, იმიტომ რომ არაა ცუდი მეთოდი. და refinement-ი რა, ნუ საბოლოოდ cosine scheduler, labels მუსიკი, mix-up-ი და distillation. ეს ყველაფერი იცით cosine. საბოლოოდ უნდა დაიმახსოვროთ აი ეს პირველი ნაწილი და მეორე ნაწილი რა, თორემ მესამეს ვიცი რომ იზავთ რა, იმიტომ რომ distillation-ს მაინც ნუ იზავთ, ხო ვერ იზავთ, მაგრამ mix-up-ი, labels მუსიკი და cosine-ი ძალიან basic რაღაცა არის რა.
აუ უცებ მოკლე სამერი რო თქვა model tweak-ების შეგიძლია? კი, როგორ არა. აი, მთავარი სამერი ისაა, რომ 1x1 კონვოლუციას რო დაინახავთ დაუნსემბლინგისას, თქვით, რომ ეს არ ვარგა, რატო უნდა ვარგოდეს, იმიტომ რომ 1x1 ფაქტობრივად პროსტა ყოველ მეორე პიქსელს გადაუყვება და სლაიდი რახან ორი მაქვს, უფრო სწორად ყოველ მეორე პიქსელს გადაუყვება, რაც არ მაწყობს, მინდა რომ ავიღო ან მიოქცე ყურადღება იმებსაც, რა ქვია, გვერდ ვინც არიან და მოგვიდი ამიტომ 3-3-ზე ავიღოთ. ხვდები ამას? კი, გასაგებია. ინპუტი 7-7-0 მაქვს. ეგ მძიმე ოპერაცია არის. მოდი 3-3-ზე გადავწეროთ. ეგეც ხო გასაგებია? და მე ნუ 3-3-ზე მოვდებ. 3-3-ზე რომ მოვდებ, მე საბოლოოდ ეს უბრალოდ იმას იწევს, რა ქვია. 3-3 კონვოლუციონალური ქსელების რაიდი ერთი რომ აქვს, რას იწევს? უფრო რა ქვია? გამოააშკარავებს იმ უბნებს, ასე ვთქვათ რა. უფრო ცხადი გახდება ეგ უბნები რა, რომ ნახო თვითონ გრაფიკზეც, უფრო მკვეთრი ფერები ექნება მაგ უბნებს რა. და საბოლოოდ max pooling-ი დატოვეთ რა. და ნუ დაუნსემბლინგისას იგივე ეს შეცვალეს მერე რა. average pooling-ი დაუმატეს კონ 1-1-0 რომ აქვს, აქ stride 2 რომ აქვს. ეს იგივე ლოგიკა არის, რაც მინდაო ეგო, იკარგება ინფორმაციაო, ჯერ average pooling-ი გაუკეთეს და მერე კონ 1-1. რა კონ 1-1 ხო იცით რას საკეთებს? იგივე საკეთებს, რაც კონ 3-3 ოღონდ 1-1-ზე გადაუყვება და თითოეულ პიქსელს უფრო მკვეთრად გამოაჩენს რა. გავიგეთ? კი. ხო. ეს არის პროსა სხვა მოდელებზეც და სხვა იმებზეც ეს ჩვენი მიდგომები კარგად მუშაობს რა. და ზოგადად რაც leaderboard მეტრიკები არაა მარტო რა ეგ რა, ეს leaderboard მეტრიკებს კი არ ეხმარება მარტო, ან ზოგადად overall quality-ს ეხმარება. ხო, ეხლა რაც ვილაპარაკე რა. და რაც თავარია რა, ხო. ბევრი არქიტექტურული იმპრუვმენტი არის რეალურად, არა არქიტექტურული იმპრუვმენტი, არა უბრალოდ მოდი მოდელი გავზარდოთ, არის რეალურად მოდი ამ მოდელით ტრენინგი გავწუროთ ბოლომდე, გავაუმჯობესოთ მაქსიმალურად იმ მეთოდებით, რაც ნასწავლი გვაქვს და მერე მივადგეთ თუ საჭირო გახდა მოდელის ზომას. ეგ არის და ეგ. მე მაქვს ერთი კითხვა. ამოვშვი. ანუ მარტო იმეჯნეტზე რო ტესტავდნენ, რამდენად სწორია ექსპერიმენტულად, იმიტომ რომ ანუ აი ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ აი რეგულარიზაციას რო ეხმარ, რაღაც ამოცანაზე არ მუშაობს. ან რაღაცა tweaks რო იზავ, რაღაც იმაზე არ მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ამოცანა აირჩიეს, ნახე ეგ პროსა ამოცანა აირჩიეს რა, ეხლა ყველა paper-ი თავიდან რაც გავარჩიეთ, მაგალითად იმეჯნეტზე ტესტავდა, ხო? ხო. ანუ ეს არის მიღებული პრაქტიკა რა, ანუ რაღაც პრობლემა აქვს მოდელს იმეჯნეტზე, რომელიც არის wide, ანუ ზოგადად მიღებული ის რა ქვია? აი მე დატასეტი, როგორც სატრენინგო, ისევე სატესტო. და მოდი გავაუმჯობესოთ ამ რაღაცა ტრიკებით რა. ანუ შეიძლება სხვა დატასეტზე და auto-domain სულად მუშაობდეს, მაგრამ ეგ არ არის ჩვენი მიზანი რა, ჩვენი მიზანი არის ის რომ ვთქვათ, რომ თუ ამ დომეინზე ვწვრთნი და ვიღებ სატესტო შედეგებს ამას, მე თუ ეს ტრიკები დავამატე, იგივე მოდელს გავაუმჯობესებ ამ იმაზე რა ქვია, სატესტო მონაცემებზე. შესაბამისად ეს თუ მოხდა, სხვა დომეინზე რო გადავალ და იგივე ტრიკები თუ გამოვიყენე, იმ დომეინზეც უკეთეს იმას მივაღწევ, რა ქვია, შედეგს. გასაგებია. კითხვები?
არა, ვინ კაცო? მორჩე რეკორდინგს მე დამიშალთ კითხვებს. ერთი კითხვა მქონდა რომ გადავხედე ისმენდა ხო? ანუ თვითონ მაგრამ ეხა ვეღარ პოულობ სათქონა კითხვა სექციას. აი, ანუ სადღაც ეწერამ ანუ ერთი თვითონ ბაჩის საის რო ზრდიდით და ანუ თავიდან ვორმაპს რო ვაკეთებდით მახსოვს რომ ანუ თვითონ decrease ზუსტად მაგაზე ქონდათ გადაშლილი. ეხა დავინახე. ანუ decrease იყო 0.9%, ანუ ეგ არის მეოთხე გვერდზე PDF-ისა. ეს? კი, და ანუ რატო იყო? ანუ პირიქით ბაგანა უნდა გაზარდოს? ჩემი აზრი გითხრა რატომაც ხდება ეგ? აქ არ უწერიათ ეგ მიზეზი რატომაც ხდება რა. ჩემი აზრი ისაა რომ უბრალოდ learning rate-ის წრფივი დასკეილება არაა სწორი. ეგაა ჩემი აზრი. რატომაც ხდება ეგ? ფაქტია რომ ამათ ბევრი უკეთეს შედეგი მიიღეს ეგრე, რომ წრფივად დასკეილებდნენ learning rate-ს ბაჩის საისთან მიმართებით, მაგრამ ამ შემთხვევაში decrease მიიღეს. ეს არის ექსპერიმენტალური შედეგი. და ჩემი ანუ აზრით ეს ექსპერიმენტალური შედეგი იმას ნიშნავს, რომ პროსტა ეს უხეშად წრფივად გაზდა learning rate-ის ბაჩის საისთან მიმართებით არაა სწორი. ალბათ რაღაცა ექსპონენციალური ფორმულა რო შეემუშავებინა და უფრო მეტი ეფიქრათ მაგაზე, ეს არ მოხდებოდა. ეს ხო მეც ვნახე და რაც უბრალოდ ჩავთვალე რომ რავი ექსპერიმენტალური შედეგია, ოკეია, მაგრამ მე მგონია რომ ეგ არის მიზეზი ზუსტად რომ ბაჩის საისზე უბრალოდ წრფივად რომ ზრდიან, მას ალოგიკურია რა. ალოგიკური რა, ანუ უხეშია. არ ხდება ხოლმე ეგრე რა, რომ პირდაპირ წრფივად იყოს დამოკიდებული რაღაცაზე რა. learning rate-ი მithumetes ბაჩის საისზე. და ანუ მან ის უკეთეს ანუ ეხა უფრო თეორიებზე გადავდივარ, მაგრამ მან და წრფივ გაზრდას ის არ ამჯობინებდა ბევრად რომ ანუ როგორც ანუ კოსინუსის თვითონ learning rate-ის ფორმულა რომ არის, ეგ რომ დაგვესაუბროთ შეტრიალებულად რომ ანუ თავიდან ძალიან ნელა დაგვიყო და ნელა ხო ანუ ვერ მაქვს გავკეთებინა. ანუ მაგაზე ბევრი არ უფიქრიათ ხო ხედავ შენც რა უბრალოდ რამდენიმე ტრიკი შეიმუშავეს და თქვეს რომ ნუ რა ხან წრფივად მუშაობს დიდი ალბათობით სხვა მეთოდი უკეთ იმუშავებს რა უბრალოდ წრფივზე თქვეს რომ აი ეს უეჭველი მუშაობს რა არ ვიცი paper-ს ვიპოვე მე ნახავ თუ იქნება რამე რომ აი learning rate-ზე უფრო მეტი ილაპარაკონ საისთან მიმართებაში იმიტომ რომ მე უბრალოდ ეს წრფივი მიმართება არ მომწონს რა და მე მგონია რომ თქვენც არ უნდა მოგწონდეთ მაინც და მაინც რა ძალიან უხეშია, ძალიან დებილობაა. ეს წრფივი მიმართება ეგრე ფაქტია, რომ ხო გავარჩიეთ ადრე კლას იმბალანსზე. კლას იმბალანსიც არ მუშაობს, ეს უბრალოდ ავდგე და ლოსი უკულ პროპორციულად დავუსვა რა, ანუ კლასების რა. კლას იმბალანსი რომ აქვს ლოსში, ნუ უცვლიდი მაგას, ხო? რომ უკულ პროპორციულ წოდებს ვაჭებდი თითოეული კლასის ლოსს. კი. ხო და ეგ ხო ნახეთ რომ არ იყოს სწორი და საბოლოოდ რაცა ექსპონენციალური ფორმულა შეიმუშავა ვიღაცა მეტას და NVIDIA-ს ინჟინერებმა რა. ეგეთი რაღაც პრობლემა იქნება ჩემი აზრით აქაც. უბრალოდ ამათ რა 2018 წლის პეიპერია, მაგის მე 8 წელია გასული უკვე, ხო, აი მე 8 წელია გასული. კარგით, ეგ მაინტერესებს და ეს ხო კითხვა არ მაქვს. ვინმე სხვა? გავჩო რეკორდინგი? იფშო ანტონ გეგენავა. კი, გასიშ. მე დამიშავთ კითხვებს? აი. გავთიშ. არ გამითიშავს. რაიცა.